საოცარ პროექტს. უდიდესი მადლობა მითაიცნობს. რომ არა ეს პროექტი შეიძლება არჩევგან იყო, მაგრამ შედგებოდა რა თქმა უნდა ასეთი ლამაზი, საინტერესო და ნაყოფიერი ადგილი. ასევე დიდი მადლობა ბავშვებს, რომლებთა გარეშეც რა თქმა უნდა არის შემდეგ ასევე ყავს ვაფლის გულები, სადარიან ვაფლის გულები. პირველი ხუთეულის წარმომადგენელი ანი ასათიანი, იმსახურებებს გამოყოფას და ასე გამოცხადებას ყველაზე მეგობრული თბილი და ხალისიანი გუნდია, იმიტომ რომ ისინი ვაფლის გულებს წარმოადგენენ. მირავისის მხედრები. გუნდი, რომელიც მიოჩემომიოს ჯადოს ნურსამყაროსა და სიკეთეს წარმოადგენს. კი ბატონო, შემდეგი გუნდი გახდა. ირინი დეტექტივები კაპიტანი ადრია ბრეგვა. ნობელი ხუთეულის მიხედვით გუნდი, რომელსაც უყარს გამოცანების ამოხსნა და საიდუმლოებები. და ასევე ბიბოს მეგობრები. მოყვარული ერთგული და ოჯახი გუნდი გახოთ ეს. ახლა კი დავიწყოთ ბავშვებო. ლენა და ტრილეს დროხა გადაყავდათ ნავი. ყვილი თუ მართალი? მართალი. ოჯახ. სინიორ პომიდორი ძალიან კეთილი კაცი იყო და ყველა საჩუქრებს ურიგებდა. ჩიპოლინა ფოსტნეულის ქალაქში ცხოვრობდა. მართალი. მიო ზღვის მეგობრე იყო. ყვილი. ცნობილი ხუთეული მეგობრების ჯგუფია. მართალი. ვაფლის გულებში მეგობრობა მნიშვნელოვანი თემაა. მართალი. ნამდვილად. ბიბო რობოტი იყო. ჩიპოლინა მფრინავი მანქანა არის ხო? ყვილი. ცნობილი ხუთეულს ძაღლი ჰყავდა. მართალი. ამ ნაწარმოების თავარი გმირი სწორედ ამ ბოსტნეულის ოჯახიდანაა. დაასახელეს ეს ბოსტნეული 500-იანი სიტყვით. რა ტრილესა და ლენას საყვარელ ძროხას? რა ფერისაა სინიორ პომიდორი როცა ბრაზდება? წითელი. რა ერქვა მიოს თანამშრომლობ ქვეყანაში აღმოჩნდებოდა? გოვილე მუსონი. ყოჩახ, ქვია გოგონას, რომელიც ბიჭობას ცდილობს სოფი ხუთეულში. ჯორჯი. რომელ სპორტს თამაშობს კარგად ლენა ვაფლის გულებიდან? ფეხბურთს. რისი შეცვლა ბებერი მუხის წინ მდგარ მონადირეს? თორფი რომის ხელახეს. ყოჩა. სუნამდენი ბავშვია ცნობილ ხუთეულში? 4. რა ერქვა ჩიპოლინოს მეგობარ ოსტატს, რომელიც ფეხსაცმელებს აკეთებდა? ძია ყურძენო, ყოჩა. რა ერქვა მიოს ერთგულ მეგობარ ბიჭს, რომელიც მასთან ერთად ებრძოდა რაით კიტოს? იუმი, ყოჩა.